ჩვენი მშობლები მნიშვნელოვნად აყალიბებენ ჩვენს პიროვნებას იმ დროის მანძილზე, როცა მათ მზრუნველობაზე ვართ დამოკიდებული. ეს იმიტომ, რომ პატარაობაში მათ ყოვლის შემძლედ, უნაკლოდად და უსაზღვროდ ბრძენებად მივიჩნევთ. ისიც გვჯერან, რომ ყველაფერს, რასაც აკეთებენ, რასაც არ უნდა აკეთებდნენ. ამას უპირობო სიყვარულით აკეთებენ, რადგანაც ისინი შეუცდომლები და სიყვარულით ახსოვსენი გგონია, დასკვნის სახით ვფიქრობთ, რომ თუ კი კონფლიქტი მოხდება, ამისი მიზეზი ჩვენ ვართ. ამ კონფლიქტების შესამცირებლად ჩვენ განავითარებთ ქცევით პატერნებს, გრძნობებსა და ფიქრებს, რომ ვასიამოვნოთ მშობლებს და შევამციროთ დაძაბულობა. სამწუხაროდ, ამ პატერნებს შეუძლია ისეთ პიროვნებად ჩამოგვაყალიბოს, რომელიც თავის რეალურ არსს აცდება. ამიტომ ხდებით ზრდასრულები, რომლებმაც შეიძლება გაგვანაწყენოს. ჰოკმანის პროცესი შეიქმნა, რათა დაგვეხმაროს, რომ აღმოვაჩინოთ ნეგატიური ქცევითი პატერნები. დავამსხვრიოთ ისინი და გავხდეთ ის, ვინც მართლა ვართ. ცხოვრების მანძილზე სამუშაო პროცესის შვიდ-დღეში ჩასატევად, ეს პროცესი ძლიერად სტრუქტურირებულია, საკმაოდ ინტენსიური და უამრავ ტექნიკას მოიცავს. შემდგომში მონაწილეებს სრულიად ესმით, რატომ არიან ისეთები, როგორებიც არიან და სწავლობენ ნეგატიური პიროვნული მახასიათებლების ხელიდან გაშვებას. იმისათვის, რომ გავიგოთ ეს პროცესი როგორ მუშაობს, მოდით დავაკვირდეთ სამი ტიპის ადამიანს, ვინც გარედან მშვენივრად გამოიყურება, შინაგანთ კი ძალზე დიტანჯება. ივა 27 წლის კურსდამთავრებულია, ვინც SS-ა პირველად დასაქმდა. მას არ შეუძლია კაცების ნდობა და არასდროს გამოსდის ჯანსაღი ურთიერთობების დამყარება. ჯეი 51 წლის მიზანდასახული და პატივსაცემი დირექტორია. თუმცა მისი ოჯახი დანგრეულია და მისი ორი ზრდასრული შვილი მას იშვიათად თუ ურეკავს და ფიქრობს სულ ესაა, რასაც ცხოვრებას თავაზობს. ტომი 45 წლისაა და ქორწინებაშია ერთი შვილით, თუმცა მეგობრები არ ყავს. იგი ქალაქიდან მოშორებით თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს და მხოლოდ მაშინ იაზრებს, რომ პრობლემის წინაშეა, როდესაც მის ქალიშვილსაც უჭირს მეგობრების შეძენა. პროცესის განმავლობაში ივა იაზრებს, რომ როდესაც მამა 4 წლის ასაკში მიატოვა, დედა კი მარტოხელა დედობითა და მარტოსული ქალობით იტანჯებოდა, ამან მასზე დიდი გავლენა იქონია. წლების განმავლობაში მისი ურთიერთობა მამასთან დაინგრა, მან კი ისწავლა, რომ კაცების ნდობა არ ღირს. ჯეიმი ხვდება, რომ მისი ცხოვრება შესანიშნავი იყო უმცროსი ძმის დაბადებამდე. ხიარული, ექსტროვერტი და ნათელი ბიჭუნა. ამის გამო ჯეის იშვიათად თუ ამჩნევდნენ. ჯეი ხვდება, რომ მშობლები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუთმობენ ყურადღებას, თუ ის წარმატებას მიაღწევს სკოლასა და სპორტში, რის გამოც ისეთ ზრდასრულად ყალიბდება, რომელიც ყოველთვის ბევრს შრომობს იმ სიყვარულის მისაღებად, რომელსაც ეძებს. ტომი გაიგებს, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითობა იყო და ახალგაზრდა წყვილის მიერ დაიბადა, ვისაც ერთმანეთი ახალგაცნობილი ჰყავდათ. პატარაობაში ხშირად უარყოფილი იყო, რადგან წყვილს რთული ცხოვრება ჰქონდა. ამ ყოველივეთი გადაღლილი მშობლები მას ხშირად პაწაწინა რამეზეც სჯიდნენ. პატარა ტომმა დაიწყო ფიქრი, რომ ყველა უბედურების გამომწვევი ის იყო და არასდროს უნდა დაბადებულიყო. პროცესი კონკრეტული თერაპევტის სატელეფონო ზარით იწყება და 50 კითხვიანი კითხვარით გრძელდება, რაც კლიენტს ეხმარება მისი ცხოვრება აღიქვას. კითხვარის შევსების პარალელურად კლიენტი საკუთარ ქცევით პატერნებს აღმოაჩენს და მას საკუთარი მშობლების ქცევას დაუკავშირებს. შემდეგ მონაცემებს პრობლემების აღმოსაჩენად თერაპევტი გაანალიზებს. პირველ დღეს სამივე მათგანი მივა დაწესებულებაში, ისეთ ადგილას, რომელიც გარე სამყაროსგან იზოლირებულია. მათ უნდა ჩააბარონ ტელეფონები და ნებისმიერი წიგნი რაღა ხელი არაფერმა შეუშალოს. შემდგომ ტომი თავის თერაპევტს ხვდება ღრმად სასაუბროდ. შემდეგ შეუძლია გაიცნოს სხვა 17 მონაწილე და იგებს, რომ თითოეული მათგანი შინაგან ბავშვს ატარებს, რომელიც მათ მოლოდინებს, ფიქრებსა და გრძნობებს წარმართავს. მეორე დღეს ჯეი და დანარჩენები საკუთარ მშობლებზე მეტს იგებენ და იმაზე, თუ როგორ ქმნის ბავშვის მათ და მის სიყვარული გარკვეულ ქცევით პატერნებს.
ჯეი, ვინც რეალურად ყურადღებას მხოლოდ მიღწევებით იმსახურებდა, ვერასდროს იქნებოდა საკმარისად კარგი მთელი იმ სიყვარულის მისაღებად, რომელიც სჭირდებოდა. ასეთი პირობითი სიყვარული ნეგატიურია, რადგანაც არაცნობიერად ჯეი ამ დისფუნქციას თავის თავს აბრალებს და უყალიბდება სირცხვილის ძირითადი წრმენა. მას სჯერა, რომ რაღაც უზნეოა მას შიგნით და 50 წლიანი დაუღალავი მცდელობის შემდეგაც კი რომ იყოს საუკეთესო. მისი შინაგანი ბავშვი ჯერ ისევ ეძებს იმ უპირობო სიყვარულს, რომელიც ძალიან მწირი ჰქონდა. მესამე დღეს ივა იაზრებს, რომ პატერნი, რომელიც პატარაობაში შეიმუშავა, არაცნობიერად დამკვიდრდა მის ზრდასრულობის ურთიერთობებშიც. ნებისმიერი, ვინც ივას მამამისს ახსენებს, არასაიმედოა. ამ დღეს ჩატარებული აქტივობებით იგი სწავლობს, რომ არსებობენ კაცები, ვისაც შეუძლია რომ დაეყრდნოს. ამის გამო ივა ადანაშაულებს მშობლებს საკუთარი დანგრეული ურთიერთობებისთვის. ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თავისი ნეგატიური პატერნები დააბრუნოს მის მშობლებთან. ამის შემდეგ ის სწავლობს სიტუაციის გაცნობას, რაღა გაიგოს, რომ მშობლებიც ერთ დროს ბავშვები იყვნენ მშობლებით მათ პრობლემებთან ერთად. ეს მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ ასე მას შეუძლია გაიგოს სიტუაცია, რომ როგორც აღიზარდა, ეს ყველაფერი იყო რისი გაკეთებაც მის მშობლებს შეეძლოთ. ახლა მას შეუძლია თავის წარსულთან მშვიდობის დამყარება და მისი უნდობლობა მამაკაცებისად მიიკლებს. მეოთხე დღეს მონაწილეები ემშვიდობებიან საკუთარ წარსულსა და მშობლებს და ეკითხებიან საკუთარ თავს საიდან მოდიან, დედისაგან და მამისაგან რომელი ინტერესები მოყვებათ. რა გავლენა აქვს ამ ნაჭრილობებს ჩემს ცხოვრებაზე და ამ ჭრილობების საკომპენსაციოდ დღესდღეობით რა სტრატეგიებით ხელმძღვანელობ. ჯეი, ვისაც არ უნდოდა იმ მტკივნეული ფიქრის გახსენება, რომ ის არ იმსახურებდა მშობლების უპირობო სიყვარულს, მათ მხოლოდ მაშინ სტუმრობდა, როცა განსაკუთრებული სიახლეები ჰქონდა გასაზიარებელი, მაგალითად კიდევ ერთი დაწინაურება. იმისი ცოდნით, რომ ისინი მოусმენდნენ და მოსალოდნელად მოიქცეოდნენ. იგი ამცირებდა ტკივილის ალბათობას. ამისი გაცნობიერების შემდეგ, ჯეი ქმნის განვითარების გეგმას, რომ მიჰყვეს საკუთარ ხედვას ცხოვრების განმავლობაში. მეხუთე დღეს სამაგიეროს გადახდას ეთმობა. ტომი, ვისაც არ სურდა გაეხსენებინა, რომ ყველა პრობლემის საწყისი იყო, მასში არსებული ტკივილის საკომპენსაციოდ თავის თავს მალავდა. ადრეულ ასაკში ბავშვები ღირსებას იმაზე ფიქრით ინარჩუნებენ, ერთ დღეს როგორ გადაუხდიან მშობლებს ამ უბედურების გამო. როდესაც ვიზრდებით ასეთი შურისძიებითი ფიქრები არაცნობიერში გადადის და თინეიჯერობის ასაკში ტომი იწყებს გადახდას. თავდაპირველად კანონის დარღვევით. შემდეგ კი ყველანაირი კონტაქტის გაწყვეტით მის მეგობრებსა და მშობლებთან. ამ დღეს ტომი წყვეტს სამაგიეროს გადახდის განცდას და მშობლებთან მშვიდობას ამყარებს. მისი შინაგანი ბავშვი ხელახლა იგროვებს სიამაყესა და ძალას. გაზრდილ ტომს ახლა შეუძლია დატოვოს თავისი სამალავი ადგილი და როგორც იქნა ის სიამოვნოს ახალ ადამიანებთან შეხვედრით. მეექვსე დღეს მონაწილეები დივერსანტს, ანუ მათ შინაგან ხმებს ეცნობიან. იგი მუშაობს, რათა უარყოს ნებისმიერი ცვლილება და დაგტოვოს იმ ძველ უსაფრთხო სამყაროში, რომელსაც კარგად ვიცნობთ. ივას ყოველთვის, როცა საპირისპირო სქესთან იხსნება ესმის ჩურჩულები, გახსოვდეს, რომ კაცებს ვერ ენდობი. ტომი ადამიანთა ჯგუფს რომ უერთდება ესმის, შენ აქ დაპატიჟებული არ ხარ. როდესაც ჯეი ცდილობს, რომ მოდუნდეს და იყოს საკუთარი თავი, დივერსანტი ამბობს შეეშვი არაფრის კეთებას. შენ ამაზე უკეთესი ხარ. ამ ბოროტი აგენტის გაცნობის შემდეგ ისინი სწავლობენ, როგორ გაუმკლავდნენ ამ პროგრესების მტერს. შემდეგ ჯგუფი მიმოიხილავს მთლიან პროცესს და აღნიშნავს საკუთარ აღმოჩენილ თავს. მეშვიდე დღეს ისინი სწავლობენ ტექნიკებს, თუ როგორ გაართვან თავი ცვლილებებს, რომლის წინაშეც აღმოჩნდებიან, როდესაც თავიანთ ცხოვრებას დაუბრუნდებიან, როგორც იქნა ისინი სახლში მშობლებთან მიდიან იმის დასასრულებლად, რაც დაიწყეს. ასრულებენ ძველ ცხოვრებას და იწყებენ ახალს. ჰოფმენის პროცესზე მეტის გასაგებად შეგიძლიათ მოიძიოთ მეტი ინფორმაცია და გაეცნოთ კვლევებს, რომელიც ჰარვარდის საჯარო ლიდერობის ცენტრმა მოამზადა. ვიდეო თარგმნა ლიზი მეჟდოიანმა და განხმოვანებულია Microsoft-ის ამეტყველებლის მიერ.